მოგესალმებო, საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემატიკით. რა კარებები გაიღება თქვენ ცხოვრებაში წლის ბოლომდე მოდი პერიოდი იყოს. რა კარებები იღება, რა სიურპრიზები მოდის. გავიგოთ ვინ ხარ თქვენ, პირველ რიგში რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, აუცილებლად ლაიკები არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის და გამოიწერეთ ჩემი ეს ერთადერთი და ახალი გვერდი. შემომიერთდით, მადლობა ყველას თქვენ ჩადებული ენერგიებისთვის. ვინ ხართ თქვენ? რომ გავიგოთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენზე. ხმლის მეფე ამოდის აქ. გაშლა არის ორივე სქესისთვის ჩემი გაშლები შეგახსენებთ. მამაკაცი მოიგეთ ხოლმე თქვენ თავზე ძირითადად ქალბატონებს ვსაუბრობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცი ამოდის. ხმლის მეფე ამოდის. ხმლის მეფე ეს არის. შეიძლება ჰაერისტიკის წარმომადგენელი ბრძანდებით, მერწყული ტყუპები ან სასწორის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის. ადამიანი არის როგორც წესი კანონმორჩილი, კანონიერი, ძალიან პატიოსანი, ასე ვთქვათ, უკანონოდ არავის არაფერს არ გაუკეთებს და უკანონობისთვის მებრძოლი ადამიანია, ერთგვარი ადამიანი ორგანოების თანამშრომელი, როგორც წესი ხშირად არის ხოლმე ორგანოების თანამშრომლები, ასეთი ადამიანები, ადვოკატები, პროკურორები, პოლიციელები, ასევე არიან IT-შნიკები, შეიძლება ბრძანდებით IT წარმომადგენელი, IT სფეროსი, კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება სტატუსი გაქვთ ქვრივის ან განქორწინებულის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ეს ადამიანი წარსულში პირადი ურთიერთობებისგან დაზარალებული, ასე ვთქვათ, როცა არ გაუმართლა მას წარსულში პირად ცხოვრებაში. ერთგვარად ცივი პიროვნება, ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული, ძალიან სიტყვა ძუნწიც ასევე, მის ემოციებს ესე არ ფლანგავს და ყველა სიყვარულს არ უხსნის კი არა და საერთოდ ნაკლებად შეატყობთ რომ უყვარდეთ ძალიან. თქვენ უფრო სწორედ ხართ ასეთი პიროვნება, რომ ემოციებს ნაკლებად აჩვენებთ გარშემო ყოფებს, სოციუმს. თქვენ გულში რა წუხილი და რა ცეცხლი და რა ამბავია, ეს მარტო თქვენიცით და მაღალმა ძალებმა, ასე ვთქვათ. მოკლედ თუ ატყობთ რომ იდენტიფიკაცია თქვენზეა, აჩვენებენ ასევე ძალიან შეყვარებულ პოზიციაში ბრძანდებით, ტუს თასი ამოდის და 10-იან თასი. ძალიან ემოციურად დახოვებული პიროვნება ხართ ეხლა ამჯერად. შეიძლება ქორწილი გქონდათ რაღაცა ნაწილს არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში, ესე იგი ყველაფერი შეიძლება ხდებოდა, შეიძლება ქორწილი გქონდათ, ან დღე-დღეზე გექნებათ, ან რაღაცნაირი შეიძლება ნიშნობა იყო, ოჯახთან გაცნობა იყო თქვენი საყვარელი ადამიანის. ასევე არ არის გამორიცხული ნათლობა, შეიძლება შვილი მონათლიათ თქვენი თუ გყავთ, ან ნათლიათ იყავით, ასე ვთქვათ, დაპატიჟებული და ერთგვარი რაღაცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო თქვენ თავზე, თქვენ პერსონაჟზე აღებული ამ შემთხვევაში, რომ აი ნათლია გახდით, ერთგვარი სტატუსით შეიძლება შეიცვალეთ აქედან გამომდინარე, რომ აქამდე ნათლული არ ყავდათ, ან შვილი გააქრისტიანეთ და რაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, კარგი კარტები ამოდის თქვენ გარშემო და ენერგეტიკა კარგი ამოდის, ძალიან მშრომელი და თქვენ თავზე რომ ძალიან ასე იგი ყველაფრის აღებას და ყველა პასუხისმგებლობის აღებას არ უშინდებით და იმაზე მეც იღებთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობები იქნება თუ ვალდებულებები ოჯახის მიმართ, ახლობლების, ნათესავების, მეგობრების წინაშე, რომელიც მაქსიმალურად შეგიძლიათ რო ატაროთ და ცოტა არ იყოს რთულიც კი არის ხოლმე თქვენი ცხოვრებისეული სტილისტიკიდან გამომდინარე, რომ ყველას ყველაფერში ეხმარებით რაღაცნაირ დახმარების ხელი ხართ ვიღაცის რაღაცის ყველანაირად მაქსიმალურად ცდილობთ რომ აი რაღაცა დახმარების ხელი ადამიანებს გაუწოდოთ და პასუხისმგებლობაც აიღოთ ამ ადამიანებზე დახმარებისთვის ერთგვარი თქვენი. მაპატიეთ ცოტა გაციებულ რეჟიმში ვარ. ხმა მეკარგება ხოლმე პერიოდულად. მოკლედ თუ ატყობთ რომ თქვენზეა გაშლა, წავედით, გავიგოთ მაშინ რა კარებები იღება თქვენ ცხოვრებაში. წლის ბოლომდე პერიოდი იყოს მაქსიმალური. თუ გაშლა მაშინ მოქმედებს, როცა ნახულობთ რეკომენდაციებში და თუ გაშლა ცოტა მოგვიანებით და ახალ წელიწადში ამოგივარდებათ და ნახავთ, იქნება სავარაუდოდ საშუალოდ 3 თვის ვადების პერიოდი, რა კარები იღება თქვენთვის, გავიგოთ.
ნუ პირველ რიგში რაღაცა გეტყვით შანსებთან დაკავშირებით და ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება იმაზე მეტად გაიზარდეთ, ვიდრე ეს უფრო სამუშაო თემატიკას ეხება, იმ სამუშაოზე გადაიზარდეთ და გაიზარდეთ უფრო მეტად, ვიდრე ღებულობთ ხელფასის სახით იქნება თუ პრემიების სახით იქნება თუ იქ დაწინაურების სახით თუნდაც, ანუ იმ კარებზე გაცილებით დიდი ხართ უკვე, გაცილებით პროფესიონალი ხართ, ვიდრე იმ ხელფასს და იმ სამუშაოს ღებულობთ და თითქოს რაღაცნაირად ფიქრობთ მაინც, რომ აი როგორ შევიდე ამ კარებში. მაინც გინდათ შეეტევთ, მაგრამ ვეღარ შეეტევით, იმიტომ რომ უკვე გადაზრდილი ხართ როგორც პროფესიონალი თქვენ სამუშაო რეჟიმში და უკვე უფრო მეტი როგორც მინიმუმ ხელფასი უნდა გქონდეთ, წოდება უნდა გქონდეთ, თუ იქ სამართალდამცავ ორგანოებს ვიტყვით რომ ბრძანდებით. აი რაღაცა ეჭვები გაქვთ ახალ დაწინაურებაზე, შედგება თუ არ შედგება თქვენი აი ეს საოცნებო პოსტი, ასე ვთქვათ, საოცნებო თანამდებობა, საოცნებო ზოგისთვის შეიძლება რაღაცა მიღწევა, თუ IT-ის სფეროს ვიტყვით, რომ აი პოპულარობას, რაღაცა სპეციალისტის და ესეთი განთქმული IT-შნიკი გახდეთ. ყველას თქვენი გაქვთ საერთო გასვლაში. აი რაღაცას რაზეც ოცნებობთ, რომ ეს კარები უკვე დაპატარავდა თქვენთვის და რაღაცა ახალი გინდათ, ან ახალი სფერო გინდათ, ან ახალი ერთგვარი შემოთავაზება გინდათ თქვენი უფროსობისგან, რომ აი რაღაცა დაინახონ, რომ გადაზრდილი ხართ თქვენ პროფესიულ ადგილს და ამასთან დაკავშირებით გაქვთ ცოტა არ იყოს ნისლები და ბინდები და ეჭვები, თუ არა მე-18 მაღალი არ განით, რომ აი ეჭვი გაქვთ, რომ საერთოდ იქნება კი ასეთი დაწინაურება ჩემზე, თუმცა ამაზე შეიძლება სიზმრებშიც ხშირად თქვენ თავს სიზმარში ნახულობთ, რომ აი დაგაწინაურეს, რომ აი ის კოსტუმი ჩაგაცვეს, რომ აი ის რაღაცა თანამდებობის მედალი დაგკიდეს თუ რა და როგორ ყველას თქვენი გაქვთ. აი ეს ეჭვები, რომელიც გაქვთ, რომ იქნება კი საერთოდ ტუზპინტაკლით გეტყვით, რომ ძალიან კარგი შანსი იქნება ამისი. კარგი შანსი იქნება, ვინც მოლოდინის რეჟიმში ხართ, ახალი თანამდებობის და ახალი დაწინაურების და რაღაცნაირი პროგრესირების ამ ადამიანებისთვის უფრო უმეტესად ნაწილი იქნება ეს ორგანოების თანამშრომლებზე ასე მომდის, მაგრამ შეიძლება სხვა სფეროს წარმომადგენლებზეც იყოს არ არის გამორიცხული, ასევე არიან ხმლის მეფეები, ექიმები დამავიწყდა მეთქვა და ასევე არიან შეჰპოვრებიც. მოკლედ, შეიძლება სამედიცინო სფეროშიც რაღაცა ერთგვარი თქვენი დაწინაურება და სახელი გაითქვათ და ხელფასიც მოგემატოთ და კლიენტები მოგემატოთ, თქო, ვერ გეტყვით ამ დალოცვას, მაგრამ რაღაცნაირი ზრდა თქვენი წლის ბოლომდე ამ ტუზპინტაკლით მიიღოთ, რაზეც ეჭვები გაქვთ ახლა, რომ იქნება კი ეს საერთოდ აი მეღირსება, აი ესეთ მდგომარეობაში ხართ, გეღირსებათ, ეს კარები იღება თქვენთვის კიდევ უცებ ნახოთ. რა კარებები იღება თქვენ ცხოვრებაში, უფრო მაინტერესებს პირად ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება დიდი ალბათობით დაოჯახებული ხართ, ისეთი კარტები იყო 10,000-ით, რომ სავარაუდოდ დაოჯახებულ მდგომარეობაში ხართ. მე-13 მაღალი არკანი ამოდის, კონკრეტულად ამ კარტზე არის გლოვიარი ადამიანის საფლავზე მისulis ერთგვარი გლოვის პერიოდი, ერთგვარი ტრანსფორმაცია, სულიერებასა და თქვენ ცხოვრებაში იქამდე როგორც ცხოვრობდით, თითქოს რაღაც გარდაიცვალა, ერთგვარი პერიოდი, ერთგვარი ის შეიძლება ოცნებები, ის შეიძლება მიზნები, რაღაცეები შეიძლება გარდაგეცვალათ, ასე ვთქვათ, ფიქრებში და ფსიქოლოგიაში და ახალ ეტაპზე გადახვედით შუთით, 0 მაღალი არკანი ამოდის ამ შემთხვევაში, აი მზად ხართ აი ეს ახალი გასაღები, ახალი მოგზაურობისთვის, მოარგოთ მოგზაურობა იქნება, იქ რაღაცა ახალი ცხოვრების სტილისტიკა იქნება, ახალი სამუშაო, ახალი ურთიერთობა, ყველას თქვენი გაქვთ. ეს გასაღები მოარგოთ და გადადგათ ახალი ეტაპი, ახალი ფურცელი თქვენ ცხოვრებაში და ახლიდან დაიწყოთ ის, რაც გულს გტკენდათ. ხუთიანი ხმლით ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, ეს არის მარტოობა, მიტოვებული ადამიანის მდგომარეობა, ასეთ ადამიანებს თქვენი პარტნიორი გიჩნდებათ, ეს კარები გიღებათ და ეს წყლის ჩანჩქერი იმის იქით არის თქვენი პარტნიორი, სულ წუთი წუთზე მოდის, მოკლედ. მიიღეთ.